გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. ხვალ არჩევნებია. ხვალ გადაწყდება საქართველოს მომავალი, თქვენზეა დამოკიდებული, თუ ვის ამდობთ საქართველოს მომავალს და თქვენს პირად ბედნიერებას. ბურჯანაძე დემოკრატების ბლოკი და მისი სასურველი კანდიდატი ვალერი სუხიშვილი, მე წარმოვადგინეთ რა ჩვენი პროგრამა. გათვალისწინებული გვაქვს ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანის გზები. ჩვენ ვართ პროფესიონალები. ჩვენ შეგვწევს უნარი, ცოდნა, გამოცდილება იმისა, რომ ქვეყანა ვიხსნათ უმძიმესი კრიზისისაგან. ჩვენ პირველი დღევიდანვე დავიწყებთ თქვენზე მოცემული პირობების შესრულებას. პირველ რიგში ვიზრუნებთ გორისათვის ქალაქის სტატუსის აღდგენისათვის. ამასთან ერთად ჩვენი მუშაობის პრიორიტეტი იქნება რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და სავაჭრო ურთიერთობის გაფართოება. ჩვენ ვიზრუნებთ ეკონომიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, აღმავლობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. ჩვენ ვიზრუნებთ მასწავლებლების, ექიმების, კულტურის მუშაკების, სახელმწიფო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდობისათვის ზრუნვა, მათი სწორ გზაზე დაყენება. ჩვენი მუშაობის საგანი იქნება პენსიონერებისა და ინვალიდების საპენსიო გაზრდილი საპენსიო უზრუნველყოფა. ამასთან ერთად ჩვენ მივხედავთ სოფელს და მის სოფლის მეურნეობას. პირველ რიგში უნდა აღვადგინოთ ნადარბაზების წყალსაცავი და მისი სარწყავი სისტემა. ამასთან ერთად უნდა მივხედოთ სოფელს, რათა მოსახლეობა უზრუნველყოთ ჩვენ ტექნიკისა და შხამქიმიკატების ხელსაყრელი მომსახურებებით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სარწყავი სისტემის სახელმწიფო სტრუქტურაში მოქცევისათვის, რათა ამაზე პასუხი აიღოს სახელმწიფომ და მოსახლეობა გავათავისუფლოთ სარწყავი წყლის გადასახადისაგან. ჩვენ მივახცევთ იმას, რომ მივხედოთ სოფლის გზების შეკეთებას, წყალსადენების სარსვენი წყლით უზრუნველყოფას, ამასთან ერთად ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების საკითხების პრობლემის გადაწყვეტას. ჩვენ დაუნდობლად ვიბრძოლებთ იმ ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ, რაც უკანასკნელ ხანში ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. დავაყენებთ მათი პასუხისგებლობის საკითხს, ვინც უღმერთოდ გაძარცვა ქვეყანა, ვინც დაანგრია ფაბრიკა-ქარხნები, სოფლის ადმინისტრაციული სახლები, კულტურის კერები, ფერმები და უმუშავრად დატოვა ათასობით ადამიანის ოჯახი. სიღატაკემდე მიიყვანა ისინი, ვის ხარჯზეც გამდიდრდნენ ისინი. ამიტომ გვმართებს დაფიქრება, აირჩიეთ ის, ვისაც ცხოვრებაში პრაქტიკულად ადამიანებისათვის სიკეთე უკეთებია. ჩვენ მოვდივართ იმისათვის, რომ ვიზრუნოთ თქვენი კეთილდღეობისათვის. ჩვენ მოვდივართ იმიტომ, რომ ვიცხოვროთ თქვენი ცხოვრებით, კეთილსინდისიერად, თქვენთან ერთად გავიზიაროთ ჭირიც და ლხინიც. იმედი გქონდეთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გელით ხვალინდელ ველით ჩვენ ხვალინდელ შედეგებს. იმედი გქონდეთ ჩვენ ყველა პირობას შეგისრულებთ. მადლობთ ყურადღებისათვის.